ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის გვერდზე. დღეს გვექნება ტრადიციული ყოველთვიური პროგნოზი, ამ შემთხვევაში უკვე ივნისის პროგნოზი და ვნახოთ როგორი იქნება თქვენთვის ივნისის პროგნოზი. მათთვისაც გინდათ პირადი კონსულტაციები, მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე არსებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ. ზოგადად როგორი იქნება თქვენთვის სიახლეების კუთხით ივნისის თვე პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. ზოგადად რა მდგომარეობა გექნებათ, მოდი ვნახოთ ფინანსების კუთხით. და რა მდგომარეობა იქნება პირადის კუთხით. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენი სასურველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასწარით, შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებ პირველი ვარიანტით. სიახლეების კუთხით. აქ პირდაპირ მნიშვნელობით სამიანი კვერთხების მდგომარეობით არის გამოსვლის მდგომარეობა რაღაცას ერთულების კუთხით. აქამდე თუ იყავით ჩაკეტილი წლის მდგომარეობაში, ხო უკვე გამოღწევადობის მდგომარეობა არის. ეს არის პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც ეს ზაფხულის პერიოდი შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, ხო, ზოგადად სიტუაციურად. ასევე თქვენთვისაც იქნება რაღაცა ცეცხლოვანი ენერგიები მეტად გააქტიურებული გამოსვლა კრიზისული მდგომარეობისგან. ნებისმიერი სახის ჩაკეტილობა, რაც კი იყო და რაღაცა თემა არ გამოგდიოდა, ეს ყველაფერი რეალობა უკეთესობისკენ გეცვლება და გადადიხარ სიტუაციაში, როდესაც მოგეცემა შანსი რაღაცა ახლიდან დაიწყო, რაღაცა უკეთესობისკენ წაიყვანო. ასე რომ მაქსიმალურად აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ არსებული თვის პოზიციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენივე პასიურობის ფონზე შეიძლება რომ უბრალოდ ის აქტივობები და ის შემოთავაზებები, რაც შეიძლება საჩუქრის სახით მოდიოდეს, უბრალოდ ეს ყველაფერი დაბლოკოთ თქვენივე სიტუაციებში, ხო, ამას მიაქციეთ მეტი ყურადღების თემა. მოდით გადავიდეთ ზოგადად ფინანსური კუთხით პირველ ვარიანტს რა სიტუაცია იქნება. ფინანსების კუთხითაც მონეტების დედოფალი არ არის ცუდი სიტუაცია, შემოსავლები გაქვთ ესეა თუ ისეა, მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკმაოდ მაქსიმალისტი არის. მეტი და მეტის მოთხოვნილება უნდა. შესაბამისად, შემოსავლების კუთხით საწუწუნოთ თემა არ გექნებათ, თუმცა ვიტყოდი ესე რომ უკეთესი შეიძლებოდა ეს თქვენი სიტყვები არის პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? შემოსავალი არსებულ თვეში არის. ერთადერთი მომენტი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, უფრო მეტად ეცადეთ, რომ ლაითად შეხედოთ სიტუაციებს და არ გქონდეთ აკვიატებები ფინანსურ თემებში. მოდით გადავიდეთ ზოგადად პირადის კუთხით რა მდგომარეობა გაქვთ. პირადის კუთხითაც თემა დამუშავებადი არის, ცვლილებები იქნება უკეთესობისკენ, თუ ხართ ურთიერთობაში იქნება ცვლილებები აუცილებლად რაღაცა კონკრეტული საკითხების გადაჭრის მდგომარეობა, ვინც არ ხართ ასე ვთქვათ ურთიერთობის თემაში, პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ახალი საწყისები სერიოზული ურთიერთობის შესაძლებელი არის იყოს. ესეთ იყო პირველი ვარიანტი. გადავდივარ მეორე ვარიანტს. მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ. მეორე ვარიანტისთვის არსებული თვე იქნება გამოღვიძების პერიოდი. თუ კი აქამდე რაღაც საკითხებს სრულიად სხვანაირი თვალით უყურებდით და სხვანაირი კუთხით უთგებოდით, ეხლა პირდაპირ შეგეცვლებათ გემოვნება, დამოკიდებულება სიტუაციებისა და ადამიანების მიმართ, ხო, უფრო მეტად შეიძლება აქტიურიც გახდე, უფრო მეტად შეიძლება კომუნიკაბელურიც გახდე რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. გაიაზრებ იმას, რომ თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, მეტი აქტიურობა არის საჭირო და არა საკუთარ ნატურში გამოკეტვის მდგომარეობა. შესაბამისად, არსებული თვე თქვენ გაძლევთ საშუალებას მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს, რომ თქვენი ცხოვრება ძირფესვიანად რადიკალურად შეცვალოთ. როგორც ზაფხულის თემა მოვიდა, ასევე თქვენთვისაც ზაფხულის თემა პირდაპირ მნიშვნელობით იყოს უკეთესი ფონის მაჩვენებელი. სიახლეების კუთხით გექნება ზუსტად ეს შემოთავაზებები და სიტუაციები, რომ გინდა თუ არ გინდა მოგიწევსო ცვლილებები განახორციელო. ფეხი უნდა აუწყო დინებას, ცხოვრების ელს, რომელიც იქნება შენ ცხოვრებაში. უბრალოდ ესე არაფერი არ ვაკეთო, ამ პოზიციას ფიზიკურად ვეღარ დარჩები. ზოგადად რა მდგომარეობა გექნება მატერიალური კუთხით. მატერიალური კუთხით მიჩვენებს, რომ ძირითადად ეს რაღაცა გარკვეული სახის ბრძოლის თემებში ხარ, გარკვეული სახის ჭიდილის თემებში ხარ, მაგრამ შეხედე, რადგან დროშა არის აწეულ პოზიციაში და აქტიურ მდგომარეობაში, ეს მაჩვენებელი არის, რომ ყველა სირთულეს უმკლავდები, ყველა პრობლემის გადალახვას ახერხებ. არ არის ისეთი ძლიერი შემოსავლები, რაც გინდა, მაგრამ თემა არის ის, რომ
თავს გაიტან პირდაპირ მნიშვნელობით შეძლებ გადალახვას არსებული თვისას ესეთი თემა ამოდის მეორე ვარიანტისთვის და რა თქმა უნდა პირადის კუთხით ძირითადად არის ყველაფერი დარჩენილი ისე როგორც არის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რაიმე კონკრეტული ცვლილება ხარ თუ ურთიერთობაში თუ არა ხარ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ ეს თემა რატომღაც პარალიზირებული და ერთ ადგილზე გაჩერებული არის თქვენთვის უნდა გაიაზროთ, რომ რეალურად რა გჭირდებათ. ამ ეტაპისთვის არის თუ არა პრიორიტეტი თქვენთვის სიყვარულის ურთიერთობები, ხო, სასიყვარულო ურთიერთობები, ხო, თუ უბრალოდ ეს აკვიატება არის. ხშირად შეიძლება არასწორ გადაწყვეტილებასაც ღებულობდე, ოღონდ ვიღაცა იყოს. კარგად დაფიქრდი რეალურად როგორი პიროვნება და პარტნიორი გჭირდება შენ ცხოვრებაში და გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტისთვის არსებული თვე იქნება კითხვებზე პასუხის გაცემის მდგომარეობა. პერიოდი, როდესაც რაღაცები არ იცოდი, ვერ გაგეკო საკუთარ თავში, არ იცოდი, ვინ იყავი, რა იყავი, რა მიმართულებით გინდოდა წასულიყავი, ეს თვე მოგეცემს საშუალებას ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი. ეს არის შენთვის განდეგილი სარკანის მდგომარეობიდან გამოსვლა, თამამად შემიძლია თქვა და საკუთარი თავის აღმოჩენა იმ მიმართულებაში, რაშიც გინდა. ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაყალიბებ აზრს, რომ აი მე თურმე ეს მდომები, ეს არის ჩემი მიმართულება, რაღაც ესეთი იქნება კარგი სიახლის კუთხით. ასევე თუ რაღაცა მომენტში გქონდათ ალერგიული ფონი ან სასურგზებთან დაკავშირებული სახის პრობლემები ან იმუნური კუთხით რაიმე პრობლემები, ამ თემებსაც გადალახავთ არსებულ თვეში. ზოგადად ფინანსური კუთხით რა მდგომარეობა გაქვთ, ფინანსური კუთხით საწუწოვნოდ თემა არ გექნებათ, მხარდაჭერა გექნებათ გარშემოყოფებისგან გარკვეული სახის ადამიანისგან შეიძლება დახმარების თემებიც მიიღოთ, თუ არ მუშაობთ სამსახურეობრივ კუთხით შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოთ, ვინც მუშაობთ და რაიმე ცვლილება გინდათ ან რაღაცა სიახლები ამ კუთხითაც საშუალება მოგეცემათ, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვალოს. ერთადერთი მომენტი თქვენ შემთხვევაში რაც გჭირდებათ მეტი მადლიერების გამოხატვა არის სამყაროს მიმართ. მეტად დააფასეთ ის რაც გაქვთ და მეტად იყავი მადლიერი იმისი რაც გაქვთ. ფინანსები გაქვს სტაბილურად კარგი სიტუაციებს აჩვენებს. და რა თქმა უნდა პირადის კუთხით რა მდგომარეობა გაქვს. პირადის კუთხითაც ამომდის ვარსკვლავის მდგომარეობა, ცუდი არა, მაგრამ უკეთესი შედეგი რაც შეიძლება რომ შენ გინდოდეს და გაწყობდეს ესე ვიტყოდი, ცოტა უფრო შერეულ პერსპექტივებში მოიაზრება. ბოლომდე ივნისის თვე ის არ არის, რა არის მოლოდინებით შეიძლება პირადის კუთხით გქონდეს. სიტუაცია არ ხარ ურთიერთობაში შეიძლება დაიწყო, მაგრამ შედეგი გამოიღოს ივნისის თვეს რო გასცდება. მე შორეულ პერსპექტივაში თუ ხარ ურთიერთობაში და რაღაცა ცვლილება გინდა, ცოტა შორი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს. ასეთი იყო არსებული ვარიანტებისთვის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო პირადისთვის მიწერეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე.